ბოლოს რა გეწყინა? მითხარი ახლა შენ, რა გეწყინა და ვისგან გეწყინა, ეგეც მითხარი. კლასელისგან. აბა რა გაწყენინა? რა და ჩამიპატყა და წამაქცია. წაგაქცია? რომელმა წაგაქცია? მომიყვანე. აქედან არც ერთმა. არც ერთმა, ხო? ნუ აპატკატებ ამ გოგოს. ნუ კიდე რა გეწყინა, კაი მითხარი. კლასელები მას მე და ჩემ კლასელებს გვეძახიან სპირტიანებს აი. სპირტიანებს რატო გეძახიან? მას იმიტომ რომ ერთხელ გახუმრება გვინდოდა და წებოდა უსხვის კამზე და მე წებოებს ვასხავდი, წებოებს კი არა. სპირტიანებს ვასხავდი ერთმანეთს და მაგით. სპირტიან. მასწავლებლისთვის რამე გიქნიათ ცუდი? აი ჭიკარი რა გიდია რაღაც გიქნია? არა. არა არც ერთხელ? არა. არც ქნათ ეგეთ რაღაც არც მე არ მიქნია არასდროს. შენ გადმოგეცება ეს შაპიტო? შენ მითხარი ახლა ბოლოს რა გეწყინა? ბახში ვიყავი და ერთმანეთთან ჭამაქცია მე. როგორ? მე ვიყავი ბახში და ჭამაქცია ჩემ ძმამ. რატო წაგაქცია შენმა ძმამ? გიჟი არის. გიჟი არის შენი ძმა? რატო არ გიყვარ შენი ძმა? არა. არა? კაი, კიდე რა დაუშავებია შენ ძმა შენთვის? მეტი აღარ. მეტი აღარაფერი და მაგის გამო არ გიყვარ შენი ძმა? შერა მაფურთხებდა. რატო არ ფურთხები ბიჭო? შენ არ გაგიბრაზებია ხოლმე შენი ძმა? უნდა შეურიგდე? მაინც გიყვარს ხო შენი ძმა? ხო. ხო, მაინც გიყვარს. აბა ძმაზე ახლო მეგობარი და ძმაზე კარგი საერთოდ ადამიანი არ არსებობს დამიჯერე რა. ამიტომ შეურიგდე აუცილებლად აი სახში რომ მივხვალ შეურიგდე შენ ძმას. კარგი? შევთან ხვდით? ძო, ჩამომართვი ხელი? ჩამომართვი. აი ესე. და შენ კიდე მოგცემ აი ულამაზეს შაპიტოს. კარგი? გახსენ და ვნახოთ შიგნით რა მოდის. ესეთი ულამაზესი პერსონაჟი ამოვიდა ამ ბავშვს.